ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მესამე კვირიაკე აღდგომიდან. მენელსაცხებლე თედათა კვირა. ზოგადად აღდგომიდან ვიდრე სულთმოფენობამდე პერიოდი, რომ იცოდეთ რა საოცარი პერიოდი იყო იმ დროისათვის და რა საოცარი პერიოდია ჩვენთვისაც, თუ კი ამას სულიერად შევუერთდებით. ეს არის პერიოდი, როდესაც მაცხოვარი მენელსაცხებლე დედებს და მოციქულებს ეცხადება და ელაპარაკება ისეთ რაღაცებზე, რაც სულაც არ არის ჩაწერილი სახარებაში. ეს არის ეკლესიის წიაღში, მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ამას, ეს არის პროტესტანტული ეკლესია არ აღიარებს ამას, რომ იცოდეთ, ეს არის წერილი და გარდამოცემა. გარდამოცემა ნიშნავს რას, იცით? ანუ ის, რაც საყოველთაო არ შეიძლება ყოფილიყო, უფალი თავის მორწმუნეებს პირად საუბარში ესაუბრებოდა. იგივე ლიტურგიის შესახებ. წირვა იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს და პირველ საუკუნეებში იყო, ის სახარებაში არ წერია. იქ წერია უბრალოდ ებრაული პასექი, სადაც მაცხოვარმა გატეხა და თქვა, ეს არის ჩემი ხორცი, პური რო გატეხა და ღვინოზე ეს არის ჩემი სისხლი. მაგრამ ის ლოცვები, რომელიც მოდიოდა, ანუ ევქარისტიის დადგენის ეს იყო, როგორ გითხრათ, იცი, დაფარულ სივრცეში გადაცემული თავისი მოწაფეებისთვის და იმათთვის, მენელსაცხებლე დედებისთვის. აი რა პერიოდია, იცით, აღდგომის მერე შეშინებული, ესე რომ ვთქვათ, მოციქულები და დედები, რომ გარეთ ვერ გამოდიან, ყველანი დევნიან და ყველანი ეძებენ, რომ მოკლედ ერთხელ და სამუდამოდ ქრისტე ხომ მოკლეს და მათი მიმდევრებიც გაანადგურონ. აი ამ დროს დახშულ კარში შედის მაცხოვარი. გაიხსენეთ, გზაში მიდიან ორი მოციქული, ლუკა და კლეოპა და გვერდით ამოუდგება და მათთან ერთად არის ელაპარაკება, წინასწარმეტყველებებს ისე იგი განუმარტავს. ხო, ეგრე აწერია და გამოუთარგმანებდაო ყოველთა წიგნთა და წინასწარმეტყველებათა ფსალმუნთაო, წიგნში რაც იყო მოცემულიო და ესენი უსმენენ ამას რაღაცა, მაგრამ ვერ ცნობენ მათ. ანუ ასწავლის ყველაფერს, მაგრამ გამოცხადების გარეშე არ ტოვებს. მერე მიდის იმაში, ისე იგი ეცხადება და შედის ოთახში და იქ გახსოვთ პურს გატეხავს და პურს რო გაუტეხავს იცნობენ, უიო, როგორ დაბრმობილი იყო ჩვენი თვალებიო, რომ ვერ ვიცანითო და როდესაც ისინი პურს მიიღებენ, ანუ როდესაც ეზიარებიან, მაშინ თავისთავად აეხილებათ თვალი. ამიტომ ეს პერიოდი რა პერიოდია, იცით? აი ადრეც გითხარი და დღესაც ვიძახი, აი ქრისტესთან ერთად განცდილი სიხარული თუ გაქვს ადამიანს. აი ხლა გულში რას გასწავლით? აი გასწავლის რამეს მაცხოვარი დღეს? ანუ ის რაც მოკლედ აი საყოველთაო არ არის, ის რასაც მამა გიორგი საუბრობს, მაგრამ მე ჩემად რო უფალი მოდის, ჩემი მადლით რომ ასწავლა. ყველას ხო ჩვენი ცხოვრებისეული, როგორ ქრისტიანული ცხოვრებისეული გამოწვევები გვაქვს. ჩვენ ხო სხვადასხვა ვნებები გვაქვს, ჩვენ ხო სხვადასხვა ცოდვები გვაქვს, ჩვენ ხო სხვადასხვა ნიჭებიც გვაქვს. ანუ ყველას ერთი ნიჭი ხო არა გვაქვს. ვიღაცას დიდი მოთმინება შეუძლია, ვიღაცას მეტი ლოცვა შეუძლია, ვიღაცას მეტი მუხლდრეკა შეუძლია, ვიღაცას ისეთი გულმოწყალე გული აქვს, რომ ისე იგი აი გაგიკვირდება ადამიანს და ხშირ შემთხვევაში იტყვი, მე მგონი ეს არასწორია. ანუ შენ რომ ვიღაცა ხელს გაგარტყავ, შეიძლება უბრალოდ მოითმინო, ხელი არ გაარტყა, მაგრამ უპასუხო, რატომ ირტყავო? მაგრამ ვიღაცასო ხელი გაარტყეს, უთქვასო, არა უშავს, თუ გინდა მეორესაც მოგიშვე, როგორ შენ კარგად იყავ. მაგრამ არ შეიძლება შენ უთხრა იმას, რომ შენ ეხაც მე მგონი არასწორად იქცევ. ის შენზე მეტია, მეტი მოთმინება შეუძლია და შენ უნდა თქვა, რომ ღმერთო მომათმენინე მეტი. და ხშირ შემთხვევაში ეკლესიის წიაღში ასეთი რამ არის ხოლმე. ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი ნიჭები და ჩვენი ვნებები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რასაც ჩვენ ვებრძვით, ავიღებ და დავდებთ ხოლმე საყოველთაოდ. ვაი მე ამას რო დავძლიე და ამ ფორმამდე მივედი, ესე უნდა იყოს შენს ცხოვრებაში და რატო იქნებ მე უფრო მეტი შემიძლია? რატო იქნებ უფრო მეტი მოთმინება შემიძლია, იქნებ მეტი გულმოწყალება შემიძლია, იქნებ მეტი ლოცვა შემიძლია, იქნებ სხვა რაღაცა სათნოებები უფრო მეტი შემიძლია. ამიტომ ეკლესიაში მოქმედებს, როგორ იცით, საყოველთაო წესი, რაზეც ჩვენ საუბრობთ ზოგადად, მაგრამ აი ეს პერიოდი არის როგორ გეჩურჩულება და როგორ საიდუმლოდ ქრისტე გელაპარაკება შენს გულში.
აღდგომილი ქრისტე, წინაზეც გითხარი, ქრისტე, რომელმაც მართლა შენს გულში აღდგა, ის განსწავლის შენს გულს. და ნახეთ, აი დღევანდელი სახარების ბოლო რა იყო, რომ მენესაცხებლე დედებმა რო ნახეს ეს ყველაფერი ქრისტეს საფლავიდან გადაგორვებული ლოდი და რო ეს რა თქვეს, წამოვიდნენ იქიდან და ვერავის ვერაფერს ეუნებოდნენო, რამე თუ ეშინოდათ. ანუ აი ეს საოცარი განცდა შინაგანი, აი როგორ გითხრათ, იცით, ქრისტეს ყოფობისა, მაგრამ საკუთარ თავზე არ მინდობისა, ნუ თუ მართლა. გამიგედა, აი ჩვენ ხშირად აი ეს გვავიწყდება. ჩვენ ისე მივიკერებთ და მივიწებებთ ხოლმე ღვთისგან მონიჭებულ რაღაცა მადლს, რომელსაც აი ჩვენი უღირსი გულისათვის გამოიმეტებს ხოლმე, იმ წუთში მივიწებებ ჩვენზე და გონია, რომ ეს ჩვენი დამსახურება არის. ქრისტეს აღდგომამ ვიღაცას გვასწავლა მეტი მოთმინება და სიმშვიდე მოგცა. ადამიანს გონია, რომ ეს სიმშვიდე თვითონ მოიპოვა. არაფერი, ღმერთმა მოგცა და ამიტომ აი მენესაცხებლე დედების მსგავსად ქრისტე, რომელიც შეეხო მათ გულს, ეშინიათ. აი მე მგონი უფალი მოვიდა. მე მგონი უფალი ჩემთან არის. მე მგონი ღმერთი შეეხო ჩემს გულს და რა საოცარია და აი ეს საოცარი შიში, რომელიც თან ამავ დროს მეშინია, მაგრამ გულში მე მგონი აღდგა მართლა. მე მგონი მართლა ესია, მაგრამ შიში მაგ შინაგანი, რომ ეს ყველაფერი არ და აი ეს მოკრძალება და შიში არა გვაქვს და გაგახსენებთ, ბევრჯერ მithქვამს, რომ აი ჩვენ აკარგები ვიყავით, ოდესაც პირველად მოვედით ტაძარში, აი ესეთები ვიყავით. ყველაფრისა შიში გქონდა, რამეს უხეშად არ შევეხო, ხატებთან როგორ მივიახლებოდით, სამდელო პირთან როგორი დამოკიდებულება გქონდა ერთმანეთის მიმართ. მე რომ მივედი ტაძარში, ყველა წმინდანი მეგონა. ღმერთმა, ანუ ეხლა ვუბრუნდები მაგას, ისევ სწავლობ, რომ დიახაც, ყველა თქვენთაგანი წმინდანი არის ჩემთან შედარებით, იმიტომ რომ მე ჩემი გული ვიცი, ჩემი გულის სიმყრალე ვიცი და მე ვიცი, რომ თქვენ ჩემზე უკეთე, ანუ ეხლა ისევ ვუბრუნდები მაგას. მე რო ეგ მახსენდებოდა და რო ფიქრობდი, არა ფიქრობდი, მე მგონი ეგ არასწორი იყო მეთქი, რო გავიარდა. ეხლა ხვდები, რომ პირიქით ღმერთმა რაც დაგანახა, უნდა შეგენარჩუნებინა ეგ. შენ ვერ ხედავ ადამიანებს როგორები არიან და ამიტომ შენთვის ყველა ადამიანი უნდა იყოს ღვთის წინაშე სუფთა, წმინდა და შენზე უკეთესი. შენზე უკეთესი უნდა იყოს ადამიანი. ამიტომ აი რისი თქმა მინდა ეხლა აი დღევანდელ დღეს მენესაცხებლე დედათა კვირა არის. ჩვენი საოცარი მეფის, მეფე თამარის ხსენებაც არის და მისი სინოდის გადაწყვეტილების, პატრიარქის ინიციატივით ამიტომ ჩაისვა აქ, რომ მენესაცხებლე დედათა ოდენი ღვაწლი განუწესა ეკლესიამ, რომ ის რაღაცა ისე უყვარდა ღმერთი და ისე ღვთის მოყვარი ადამიანი იყო, რომ ამხელა სიმაღლეზეც კი აიყვანა მოკლედ ეკლესიამ, საქართველოს ეკლესიამ და აი რა მინდა რომ გითხრათ, იცით, აი ჩვენ ეკლესიაში, როდესაც მოვდივართ, რა არა გვაქვს და რა მინდა რომ გქონდეს ზოგადად. ძალიან რასაც ვაკვირდები ჩვენს ქრისტიან ადამიანებს, სიხარული არ აქვთ. სამწუხაროდ ჩვენ წლებია დავდივართ ტაძარში და სიხარული არ გვაქვს. და არ ვიცით სიხარულის ერთმანეთისთვის გაზიარება. ანუ ჩვენ აი სულ ვამწუხრებთ ერთმანეთს. აი სულ რაღაცა, როგორ გითხრათ, იცით? კი, როგორ არა, სამწუხარო რაღაცები ხდება ჩვენ ცხოვრებაში და ესეც უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს. მაგალითად, მე პირადად რაღაც შეიძლება ან ფიზიკური ან სულიერი რაღაც მაგ და აბა რა თქვენ უნდა გითხრათ, მაგრამ ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არ არის. მე ვერ პოულობ ადამიანებს, აი იშვიათად მე მონაზვნებში მინახავს. მაგრამ მე ვერ პოულობ, აი ვერ შევხვდი ადამიანებს, შეიძლება მე ვერ ხედავ, მე არ ვიძახი რომ არ არიან, მაგრამ ჩემი თვალთა ხედვა შეიძლება არის მოკლებული და ვერ ხედავ, მაგრამ მე ვერ ხედავ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად თავმდაბალი არიან, მორჩილნი არიან, მორჩილება აქვთ, ეს თვისება შინაგანად აქვთ, გულმოწყალეები არიან, მშვიდები არიან, ისე იგი მოთმინება გააჩნიათ, სიყვარული გააჩნიათ და ამითი ბედნიერები არიან. ანუ მე ვერ ვნახე ადამიანი, რომელმაც მოითმინა ვიღაცას რაღაც მოუთმინა და ამით უხარია. ანუ სიხარული აქვს და მე ამ სიხარულს უზიარებს ყველას. ჩვენ ეკლესიაში წლებია დავდივარ და ვერ მივახციეთ ერთ რამეს, რომ აი როგორ გითხრათ, შინაგანი დაბუდებული, აი გარეგნულად ვითმენთ, მაგრამ შიგნით არის ეს ბოღმა დაბუდებული.
და რამე საშუალება მიეცემა თუ არა რაიმე საკამათო სიტუაცია შეიქმნას, იმ წუთში ეს დაგროვილი, დაფარული მტრობა ეგრევე გადმოიშლება ხოლმე გარეთ. მე რას დავაკვირდი ახლა კიდე ძალიან, მე ხა ამას არ ვაბრალებ, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია ჩვენთვის. რომ ვიცოდეთ ახლა ყველამ, რომ ადამიანის სულის დაზიანება ადამიანისა თავისთავად ოდესღაც რაღაცა პირობებით პიროვნების დაზიანებას იწვევს და ამ პიროვნებაში შედის ჩვენი სხეულიც. ძალიან არის მომრავლებული ქრისტიანთა შორის მრავალი დაავადებები. ეხლა როგორ არის იცით? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცა ბევრი მიზეზი გვაქვს თქვათ, რომ რატომ არის ეს დაავადებები, ხო? იქ რაღაცა ჩვენი არასწორი კვება რაღაცები, მოკლედ რა სჭამთ, რა სვავთ, მე თავისთავად გარემო, რომელიც გარეთ გვაქვს და რა დაძაბული და უბედური გარემო, შეიძლება ვისაუბროთ რაღაცა ნაკლოვანებაზე, სამედიცინო იმის, მოკლედ ბევრ იმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხარო არის, რომ თავარზე არ ვამახვილებთ ყურადღებას და რაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას? არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ მაგალითად ადამიანში თუ კი დაგროვილი არის წლების განმავლობაში, აი ითმენს რაღაცას ადამიანი და შიგნით არის დაბუდებული, აი დარდი, შიგნით არის დაბუდებული გულის წყრომა, აი რასაც უბრალოდ გარეთ ვერც ახსარებაში ვერ გადმოსცემს, ეს შინაგანი მდგომარეობა. აი ხა რომ მივხვიდე და მოძღვარს უთხრა, ვდარდობ, ეს არ განისაზღვრება, ანუ არ იცი რა დოზისაა ეს დარდი. ნერვიულობა ადამიანის შინაგანად ისე ნერვიულობს და იმდენად ნერვიული მდგომარეობა აქვს, რომ საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხმარება ჩვენს პიროვნებას და არ ეხმარება ჩვენ შინაგანს და გარეგნულ მდგომარეობას, რომ გაუძლოს გარკვეულ აი ამ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც ადამიანს აქვს. მიაქციეთ ყურადღება, აი თუ როდისმე უბრალოდ აი ვინმეს წყენისგან განთავისუფლებულ ხართ. მე მინახავს ადამიანები უთქვა, გავცოცხლდი მე მგონი. ყველაფერმა გამიარა. აი ყველაფერმა ტკიოდა რაღაცება, სხეულიც კი ტკიოდა ადამიანს, აი ცუდად იყო, დადიოდა და ეხლა დღეს დადასტურებულია, რომ რაღაცა ნერვოზი თუ აქვს ადამიანს და ნერვული სისტემა, ფსიქიკა თუ არეული აქვს, ეს ყველაფერი მის სომატურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ამაზე ხა ბევრი ექიმი ვინც არის დამეთანხმება ამაზე. ხო და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება, რომ ნახეთ რა მინდა გითხრათ საბოლოო ჯამში. ქრისტიანი, რომელიც მოვიდა ტაძარში, მან დაიწყო გაწმენდა საკუთარი თავისა და მისი ცუდი თვისებების დაძლევა. ხო მეთანხმებით, ხო ამის გამო მოხვედით. თუ იმის გამო მოხვედით, რომ ქრისტე მომეცი ესა, მომეცი ისა, ძალაუფლება და ქონება და ფული და კარგი ბედი, კარგი იղბალი, მაშინ კიდე გეუბნებით, იდექით აქ, მაგრამ ტყუილად გახართ. ანუ ტყუილად გახართ. თავარს თუ არ ითხოვთ ქრისტესაგან, თავარი პირველად ეძებდით სათასასუფლელოს და მის სიმართლეს, დანარჩენი შეგეძინებათ, მაშინ ტყუილად გავართ. იმიტომ რომ მე არ ვიძახი ამას, ქრისტე იძახის თვითონ. ანუ ჯერ ითხოვეთ სათასასუფლელი და რას გეუბნება, სად არისო სათასასუფლებელიო, სადღაცაო, გულშიო, ხო? ანუ თქვენშიო ჯერო ეძებეთ თავარი რაც არის სათასასუფლელი, თქვენი პიროვნება სათასასუფლებლის თვისებების მქონე და მკვიდრი გახადეთ აქედანვე და დანარჩენი ყველაფერისთვის იშრომეთ და შეგეძინებათ კიდეც. პირველი ნაწილი, ჩვენ მოვედით ტაძარში და მოკლედ ღმერთს ვევედრებით რას? რომ ღმერთო, შემცვალე, გამხადე უკეთესი. რო ვარ ბოღმიანი, ხო? პირობითად, რო ვარ ბოღმიანი, გამხადე უფრო გულმოწყალე და გულწრფელი. რო ვარ, ანუ დაფარული მტრობის მქონე შინაგანად, ეს მტრობაც მომაცილე, ხო? ვიღაცას ხილული მტრობა აქვს. ვიღაცას პირადად ურთიერთობებში აქვს მტრობა, ესეც ანუ შემცვალე და უკეთესი გამხადე. ეხლა ნახეთ რა ხდება, აი რა მინდა აგიხსნათ უბრალოდ. მოვედით და 10 წელია, 15 წელია ამ მდგომარეობაში ვართ. და ნახე სად უკვე ცუდად ვართ. აი ნახე როგორ არის ქრისტიანობა, სიხარულს არ გვანიჭებს და რატო არ გვანიჭებს, იცით? ეს ეტაპი, რომელიც უნდა დაიძლიოს და მერე უკვე ჩემმა მოთმინებამ წეღარაც გითხარით, უკვე სიხარული მომიტანოსო, სახე მიღიმოდეს და ჩემმა პიროვნება თქვას, რომ მე მიხარია, რომ ქრისტიანი ვარ, წლებია გავიდა და ჩვენ არ გვიხარია, რომ ქრისტიანები ვართ. მიხვდით ხალხო?
ჩვენ ისევ ამ შინაგან დაძაბულობაში, შინაგან რაღაცა ჭიდაობაში იმაში ვარ და ანუ საბოლოო ჯამში ქრისტიანს უყურებ, ანუ დიდი ხნისა, კაი გასაგებია, განწმენდის პერიოდი რო აქვს ადამიანს 2-3 წელი, 4 წელი, კაი 5 წელი. როდესაც შენი თავი რო დაინახე, შენი ვნებები აღმოაჩინე, შენ ტკივილები რო გაითავისე, შენი მავნე ჩვევები რო ისე იგი აღმოაჩინე, კაი ამისთვის ბრძოლა დაიწყე, მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობის სიღრმე, მიხვდით? და ამიტომ ჩვენ გარეთაც ვერაფერს ვეუნებით ადამიანს, რას ვეუნებით იცით? ჩვენ გვიყურებს და იტანჯები და შენ იმას თავაზობ რომ მოდი და შენს დაიტანჯევ. და ამიტომ მისიონერად გამოდგება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც გადალახა ეს ტანჯვა და უკვე უხარია. ანუ მივიდა და უთხრა, იცი რა, მე რო პირობითად ნახე, მე რომ თამბაქოს რო ვეწეოდი და ეხლა რო აღარ ვეწევი და ბოდიშით ამ იმეებისთვის, დეტალებისთვის ღძილები რო ისე იგი მექავება და ისე იგი არანორმალური ნერვოზი რო დამმართა ამან, მაგრამ ნახე ეს პერიოდი რო გადავლახე და ეხლა უკვე ვაიმე რას ვაკეთებდი? რო ვიგძენი რამდენად მნიშვნელოვანია მე რო ეს ვნება დავძლიე. ვიღაცამ დალევა, ვიღაცამ ნარკოტიკი, ვიღაცამ ხორციელი ვნებები, ვიღაცამ ხასიათში გამჯდარი ესეთი თვისებები, რომელიც აქვს, ეს რო დავძლიე, გაიხსენეთ, მინდა დავძლიო, დაძლევის პროცესი და ამ დაძლევის პროცესში როგორ ახარ, აი კანკალებ ადამიანი რა, რამეზე რომ იჯაჭული ხარ და რამეზე რო ხარ, ისე იგი გაკანკალებს ადამიანს, სანამ პერიოდი გავა რომ მიეჩვევი ამის გარეშე ყოფნას. და თუ ეს მოიგე ეს ბრძოლა, მე რო უკვე იძახო, აი მე რა მინდოდა ისე იგი, ან რატო ვეწეოდი, ან ნარკოტიკს რატო მოიხმარდი, ან რას ვილანძღებოდი, ან რას უჩხუბობ, ანუ რო მიხვდი უკვე რომ რა საშინელი იყავი ის, მე რა გზა გაიარე და ეხლა რა კარგად ხარ და ბედნიერი ხარ, მხოლოდ ესეთი ადამიანები გამოდგებიან მისიონერად. მაგრამ შენ რო ბრძოლაში ხარ, ანუ ხატოვნად ვიძახი, შენ რო თამბაქოს თავი დაანებე და ღძილები გექავება და მაგის-მაგი რა თო გაღიზიანებული ხარ, ოჯახში იგინები, ილანძღები თუ რავი რაღაცა მოკლედ წყობილებიდან ხარ გადმოსული და ამ მდგომარეობაში რო გინდა ვიღაცას უთხრა, ნახე ქრისტიანობა რა კარგიაო, გიყურებს და რა არის კარგი. მითხარი გიყურებ და სახეზე რა გეტყობა რომ კარგია? არ არის კარგი, მაგრამ ნახეთ რა საოცარი დასანახია, იცით, ერთხელ მე უფე ანდრიამ თქვა, აი დიდი ხნის წლების უკან იმაში ჟურნალ კარიბჭეში იყო მისი ინტერვიუ. ხო და კითხეს რომ აი ყველაზე ისეთიო, აი რა არისო თქვენთისო ყველაზე ლამაზიო, ყველაზე ისეთიო და ყველაზე ლამაზი არისო მონანული ადამიანი. ანუ ადამიანმა რომელმაც ანუ დაამარცხა თავისი მდგომარეობა, გეუბნებით ისეთი სახი აქვს ადამიანს, გამომეტყველებაც სხვანაირი აქვს და მერე შინაგანად უხარია და მერე რა არიცი, სულიერად იწებებს ადამიანებს. ნამდვილად მოხარული და ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ის ეგრევე გვერდში, ანუ აი ადრე გითხარით, ეხა ბევრი აღარ მინდა შეგახსენოთ ხოლმე, მაგრამ გიხარია მის გვერდით ყოფნა, მაგრამ გარეგნულად შეიძლება ადამიანის სულ გამოიყურებოდეს ვითომ ესია, მაგრამ გრძნობ რომ ისეთი დაძაბულობაა მასში. ანუ ისეთი ომი და ბრძოლა მასში, ნუ ეხლა კი არ ვიძახ იმას რომ მე რა ბრძოლა არანორმალური კი არ არის. კი ბატონო ბრძოლაში ადამიანი ესე, მაგრამ ნახეთ მისიონერად არ ვარგა და ამიტომაც დღეს ჩვენ ნახე გამრავლებაც გვიჭირს. მაქვს შინაგანის ჩემი თავი ვერ როგორ ვიძახით ხოლმე, ჩემი თავისთვის ვერაფერი ვერ მithქვია და სხვას რა უნდა უთხრა. ან მეორეა, ზოგი თავხედი, ანუ ბოდიშით ამ გამოთქმაზე, მაგრამ ამას არ უყურებს, მაგრამ მაინც ასწავლის. ანუ ვნება ვერ დაუმარცხებია, თვითონ ბრძოლებშია, ესეთი გაგიჟებულ ბრძოლებშია და სხვას ასწავლის, ეხლა რომ შენა ესე და ესე გააკეთო. ნუ არ გამოდის ეს. არ გამოდის ეს რაღაცა და ამიტომ აი მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ აი როდესაც ქრისტესთან არის ადამიანი და აი ამ ბრძოლას გაიმარჯვებს, როდესაც აი რავი როგორ გითხრათ, ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, აი ესე უყურებ ადამიანს და დუჟმორეული განლანძღავს. და უყურებ და რას ხვდები, იცი? გიყვარს. აი არ გაქვს სურვილი რომ რამე უთხრა, იმიტომ რომ ხვდები მის მდგომარეობას, ეხლა რა ხდება მის შინაგანში რა. აი ქრისტიანობა ეს არის, ხალხო. აი ქრისტიანობის მთელი სიხარული და სიღრმე ეს არის. და ჩვენი მდგომარეობით წლებია ამას ვერ მივახციეთ ვერაფრი და ვიტანჯებით უბრალოდ.
ნახეთ, ჩვენმა სიცოცხლემ, არა იმან კი არა, ბიოლოგიურმა კი არა, ბიოლოგიურიც დავიზიანეთ, საქმე ეს არის. ანუ სული სიცოცხლემ, სულიერმა სიცოცხლემ ვერ მიაღწია იმას, რომ ადამიანმა სულ სხვანაირად შეხედო შენსავე სიცოცხლეს და გარემოს. რო შეხედავ, ცოცხალი ხარ და გიყურებ და ბიოლოგიურად ცოცხალი ხარ, დგეხარ, მაგრამ სიცოცხლე არა გაქვს. აბა გაარჩიეთ რა სიცოცხლეზე ვლაპარაკო. და სიცოცხლე აქვს იმას, ვინც აი ამ ბრძოლის იქით, როდესაც გაიმარჯვა და დაამარცხა, სხვა სიცოცხლეში ამოყო თავი. ბიოლოგიურ სიცოცხლესთან ერთად სხვა რამ გაცოცხლდა მასში, ანუ სული გაცოცხლდა მასში. და ეს სული რითი ცოცხლდება? მე ბევრჯერ მithქვამს, ეხლა ვიღაცას გონია, რომ ეს სულის გამბრთხოვა ძველი ქართული ტერმინი, ანუ გამოცოცხლება ხდება რითი? ქრისტეს მცნებების აღსრულების დაწყებით. დავიწყე ქრისტეს მცნებების აღსრულება, სულმა დაიწყო, ის სულზეა მიმართული, ის არ არის, ფსიქოსომატიკაზეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხორცი უნდა მოგემსახუროსო, შენ შეუნდო ვიღაცას, რაღაცა გამოხატო, რა თქმა უნდა, სხეული საჭიროა, მაგრამ სულს აცოცხლებს ის რაც თავარია. და სული, როდესაც საოცარია, რომ გაცოცხლდა, რას ხვდები, ვიცი, ჯო რაღაცა სხვანაირი სიცოცხლეა. და ეხლა მინდა გითხრათ, აი არ შემიძლია არ გითხრათ, ეხლა დღეს მიცვალებულებში მოიხსენეთ ხევალი ღვთისა მარიამი. ეს ადამიანი არის, მოკლედ, ახსარებას მაბარებდა, მე მაბარებდა და დედამისიც, მისი, ანუ დედაც, მოკლედ, ჩვენთან დადის ახსარებაზე და მამასაც კარგად ვიცნობდა. ეს ბავშვი არის, იყო 27 წლის. სიმსივნით გარდაიცვალა, ხა ნახავდით გორში, ხა იქ სოციალურ ქსელში ყოველთვის არის ხოლმე ეს. წლებია ეს ბავშვი რომ მოვიდა, მაშინვე ქონდა დაწყებული პრობლემა, მაგიტომ მოვიდა რომ რაღაცა ეს სიმსივნური რაღაც, მაგრამ თუმცაღა ძალიან ისე იყო, იულ ფორმებში იყო, მაგრამ ნუ მოკლედ რაღაცა ხანისია ხანესე რა, ვიღაცა შეიძლება დაამარცხოს, ვიღაცამ ვერ დაამარცხოს, ეს მოკლედ ადამიანზეც დამოკიდებული, მოკლედ გარემოზე, ზოგადად ღვთისნებაზეც თავისთავად და მე მინდა მოგიყვეთ ერთ რამეს, აი ძალიან ძალიან ბევრ ემოციებს და იმას დავიტოვებ უკან, იმიტომ რომ მე ვარ ისეთ ემოციაში არ ვიცი. ეს ბავშვი, ახალგაზრდა ბავშვი გარდაიცვალა გუშინ და გუშინ წინ ღამე დაახლოებით პირველის ნახევარზე დამირეკა. 27 წლის გოგო არის შეერთებული აპარატზე. ბოდიშთან დეტალების ვამბობ, თქვენთვის იქნება ძალიან ქრისტიანებმა მინდა გაიგონ ეს 27 წლის გოგო შეერთებული იყო აპარატზე და როგორ იყო აპარატზე შეერთებული იცით? ანუ ფილტვები ორივე გათიშული ქონდა. ანუ ეს ევროპაში ხდება რა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ხდება, იქ ცხოვრობდა, მუშაობდა და მე იქ ბოლოს ანუ სამკურნალოთაც იქ კურნალობას იქ გადიოდა. და მოკლედ თვითონ იცის კარგად. აი იცის კარგად, რომ უნდა გარდაიცვალოს. ეხლა დამირეკა პირველის ნახევარია და როგორია, ანუ მამო საუბარი მინდა, ახსარება მინდა ჩაგაბაროთო რა, იმიტომ რომ ხვალე მეორე დღეს უნდა მოსულიყო მოძღვარი და უნდა ეზიარებინა. მაგრამ ახსარება მაინც უნდოდა, რომ ახლა რაღაცა ჩემთვის ეთქვა და ერჩივნა, რომ ესე პირადად მოკლედ გაგვესაუბრა და მოკლედ ვისაუბრეთ ვიდეო იმით დავრეკეთ და რაღაცა გარკვეულწილად, ნუ ეს გამონაკლისია. მე ამის თქმა მინდა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიძახი, რომ ვიდეო თვალები და იმებით ახსარება და რაღაც არ, მაგრამ ეს არის სიკვდილის წინ ყოფი ადამიანი, რომელსაც უშუალოდ შენთან უნდა რაღაცის თქმა და ამაზე ვერაფრით ვერასოდეს არც უნდა უთხრა, ამაზე არც უნდა თქვა, რომ უარი უნდა თქვა. მე ესეთი რამ არ მინახავს რა, გეუნებით, აი მე ვცდილობდი, რომ მე თქვი ან არ შევაშინო, აი რომ გასვლა. აი ერთ ფრაზას გეტყვით უბრალოდ და ვეუნები ამ ახალგაზრდა 27 წლის ბავშვს, გოგოს ახალგაზრდას ვეუნები, რომ მე თქვი აი ისე იგი არა იესოს ლოცვას ლოცულობ ეხლაო და რაღაცა მოკლედ ძალიან ისე იყო, აი მომართული იყო და მე ვთხარი გეხვეწ ისეთი რაღაცები შევამჩნია ამ ბავშვს. აი გეუნებით, აი ესე პირისპირ იდგა სიკვდილთან და სიკვდილის საიდუმლოში შედიოდა. ვიციო, მივდივარო, კიო. უბრალოდ რას მეუნებოდა, იცი? მე არ ვიცი, გეუნები, მე სახტად დავრჩი, მე სამუდელო პირებისგან არ მომისმენია ეს. უბრალოდ ერთი რამისა მეშინია, ღმერთის წინაშე უნდა წავდგეო რა. აი ხა ესეო და არ ვიციო, აი უბრალოდ განაისო, არ ვიცი როგორ უნდა წავდგეო, აი რა იქნებაო, არ ვიციო რა, იქ რო უნდა დავდგეო. ესეთი რაღაც რომ მითხა უკვე მეც მოხსენი ისა რომ აი შელამაზება რაღაცებისა და პირდაპირ დავიწყეთ რაღაცა ხა იმას არ მოყვები რაღაცა რაც იყო მაგრამ
თავარი რა იყო, იცით? აი ამ ბავშვი რაღაცა საოცარი ამ ახალგაზრდა იმაში იყო ის, რომ აი არ მომიხსენიე მეთქი რა, აქვე ვეუბნებოდი რომ ლოცვაში ეხლა რო დავინახე რომ ამ გულით თუ ლოცულობდა, არ ვიცი, მე კიდე ვიძახი, აი ესე პირდაპირ სიკვდილის წინაშე იდგე და ტკივილები და ვაიმე ღმერთო 27 წლის გოგო იმაზე არა ფიქრობდე, რაღა მე და რაღა სხვა არა, თან დაუჯახებული იყო და მეუღლე გვერდით ყავდა და ანუ არაფერზე არ დარდობდა ადამიანი, რას ტოვებდა. გამიგე სიცოცხლე 27 წლის გოგო რო ხარ, ხო სიცოცხლე ჩვენ 70 წლის ხალხია ჩვენს გვერდით და 50 წლის ხალხი და მოგლედ ისინი ვერელევით რაღაცებს ამ წუთისოფლისას ჩაიხედეთ თქვენ გულში, მოგლედ 1000 რამე გიტრიალებ თავში რომ მოიცა რა დროს ეგარი ის არის და წარმოიდგინეთ რა. ეს ბავშვი ესე და ყველაფერი დაძლეული ქონდა და მეუნები მომიხსენიე მეთქი და რა სიტყვები მითხრა წარმოიდგინე. მამაო არ ვიციო მეო იქიდანაო არისო ეგეთი რამეო რომ მეო მოგიხსენიოთო და თუ იქაო საშუალება იქნება მოგიხსენიებთ. ანუ მე ვეუნები რომ აქ მომიხსენიე მეთქი და ესა მთელი გონებით მე კიდე აქა ხო ამ წუთის სოფელში ვარ და კიდე მაღაზიაზე ვზრუნავ რომ ესა აქაურზე ველაპარაკო. წარმოიდგინე ჩემი დამახინჯებული გონებით კიდე ამ წუთის სოფელზე ვაჯაჭვებ და ვეუნები რომ ანუ ჩემი ვითო აქა მომიხსენიე მეთქი და ის მეუნება ეგრე ვერ გაიგო რა უთხარი. წარმოიდგინე ვერ გაიგო და მეუნება მამაო არ ვიციო ხო ანუ იქაო როგორ არისო არ ვიციო გულწრფელად აი ბავშვი რაღაცა გეტყვიო არ ვიციო იქიდანაო იხსენიებენ ვინმესაო არაო მაგრამ იქ რო ვიქნებიო თუ ამის საშუალება იქნებაო აუცილებლად მოგიხსენიებთ რა აი მე ამის მაგალითზე მინდა ვთქვა ხა მე ვინ ვარ ეხა რაღაცები მას აქვს მაგრამ მე რაც ვნახე და რაც გეუნები მამებთან წამიკითხავს აი გარდაცვალების წინ რომ მამები გადიოდნენ რაღაცა გეუნებით ყველაფერი გამიცოცხლდა სიცოცხლეში ბევრ ადამიანთან ყოფილა გარდაცვალების წინ საზიარებლად აღსარების მისაღებად მსგავსი და მიახლოებულიც კი მე არავისთან არ მინახავს არც სამღვდელო პირებთან ანუ აი ეს საოცარი სიცოცხლე იმისა რომ რა სიცოცხლით სავსე ასაკით რო თქვა თუ და მონდომებული ადამიანი რომელსაც აქ ყველაფერი უნდა უნდოდეს რამდენად თვალი თვალს გაუსწორა გარდაცვალებას თქვა მოდი და მოკლედ ეზიარა რო ეზიარა თუ არა რამოდენიმე საათში მოკლედ ნელ-ნელა მოკლედ რაღაცნაირად ადამიანი გავიდა ხო და აი რისი თქმა მინდა იცით აი რაღაცა მინდა მიგახვედროთ ერთ რამესო ქრისტიანობა სხვა რამეა გამიგეთ ქრისტიანობა არა ამიწი აქაური და ანუ როგორ გითხრათ აქ ვართ მაგრამ სხვა რამისა არის რა ანუ მარადიულობის რწმენაა ეს მარადიულობა არის ანუ თუ ჩვენ ამისკენ არ წავედით და ანუ თუ ჩვენ ამას არ ვაჯობეთ თუ ჩვენ ამ წუთის სოფელს არ ვაჯობეთ დამიჯერეთ აი მაშინ აი როგორ გითხრათ იცით აი მანდ რომ მივალთ ჯვარი გწერიათ ყველას აი მანდ დაინახავთ ყველაფერს მე რომ თურმე სარწმუნოება თითქმის არ აქვს ადამიანს და გაგიჭირდება ადამიანს აი როგორც ამ ბავშვს არ გაუჭირდა მაგრამ თქვენ აი ესე მე მის ადგილასო წარმოვიდგინე ჩემი თავი ხო არ ვიცი მე ალბათ ღმერთს უნდოდა რომ მე ეს მენახა იმიტომ რომ ხშირად საუბრობ ამ რაღაცებზე და ხშირად ვეუნები ხოლმე ადამიანებს და ალბათ ღმერთმა აი ეს ერთ-ერთი მე მადლიერი ვარ ღმერთისა რომ მე ეს მანახა უბრალოდ ესო აგერ შესაძლებელია თურმე ადამიანი და ვინ ის კი არა 90 წლის არუა და მარაქნას 90 წლისა და ისედაც უნდა გავიდეს ცხოვრება მოჭმული აქვს უკვე ყველაფერი ნახა ისიცა შვილები შვილიშვილები შვილთაშვილები რავი ქონება ყველაფერი გამოსცა და ყველაფრის გემო იხილა და დაამთავრა და მე მაინც მიდის ხო როგორც სიმონ მიმრქმელი რო იყო რომ მოხუცი რო იყო და მოკლედ გარდაცვალება უნდოდა და გასვლა უნდოდა არა მასე არა ახალგაზრდა გოგო რომელსაც სიცოცხლე წყუროდა და მაგის თქმა მინდა რის რატო მოგიყევით ესო ახლა მე იმას კი არ გეუნებით კაცო სიკვდილი ინატროს ვიღაცამ და რაღაც არა ჩვენ მივალთ იქამდე რასაც ღმერთი როგორც ინებებს მაგრამ მე გულისხმობ იმას აი ეს არის თავარი ეს არის ის რაც ქრისტიანობა შეუძლია ყველაზე ღრმაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის იყვე ქრისტიანი და გიხაროდეს იყვე ქრისტიანი და იცოდე რომ მე იმედი მაქვს ნახე აი კითხულობ ნეტარებებს იყვნენ თქვენ ვისაც გშიათ რამე თუ გაძღებით ეხლა ფიქრობ აქაც რომ შია
დამიგემ შია აქაც, ანუ პირობითად გულისხმობ რა, აქაც მინდა ესა და მე იქაც მინდა, მაგრამ ნუ გეუნება რომ აქ ცოტა უნდა მოგშივდეს. ამ წუთისოფლისთვის თუ გადადებ შენ თლიანად თავს და ამ წუთისოფლს გაძღომაზე იმაზე კი არა ლაპარაკი რომ რამე ჭამო ფიზიკურზე კი არა. ამ სულის კვეთებით თუ გაძღები და შენი სული ამით გაძღება, მაშინ იქ მერე იტირებ. იქ მოგშივდება, იქ სუმშიერი იქნება, იმიტომ რომ ესეც წაგერთმევა და იქ არაფერი გექნება მისაღები, მაგრამ აქ თუ შენ იშიმშილებ ცოტას და იშიმშილებ რას, იცი, ცოტა კომფორტ შეიზღუდა სამღვდელონის და საერონის, კომფორტის ზონიდან გამოვალთ და ცოტა მოგშივდება, მოგწყურდება, ერთი დღე შენ თვითონვე იშიმშილებ, ანუ რო რაღაცა გინდა, ეტყვი რომ არა, არ გინდა. ტელეფონი რო გაგდა უფრო უკეთესი გინდა რო ეტყვი რომ არა რად გინდა ესეც ხო ანუ რო ხედავ რომ ვნებაა და არა საჭიროება რო ხედავ რომ კომფორტია და არა ისა აი მაშინ მიხვდები ადამიანი რომ ესე იგი შენში გარკვეულწილად სხვა სიცოცხლე ცოცხლობს სხვა სიცოცხლე იღვიძებს სხვა სიცოცხლე დგება უნდა აი მენელსაცხებლე დედებს და მოციქულებსაც აი ეს ქონდათ აი ეს მარიამი მე შემეახარ რაღაცა არ მინდა რადიკალურად გადავიდე, მაგრამ შემთხვევითი არა. მენელსაცხებლე დედათა კვირაში ესე გავიდა და რაღაცა აი მეტი რაც შეეძლო ისე ემსახურა ღმერთს. თავისი ბოლო წუთამდე ასე ემსახურა ღმერთს და მე ხა მარტო მასზე სასაუბროთ არ თქვი ჩვენთვის მაგალითად თქვი ეს ახალგაზრდებისთვისაც და უფროსებისთვისაც. აი ეს არის ჩვენი ნამდვილი ჩვენც ესეთი მენელსაცხებლე დედები უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ამ წუთისოფლს რაღაცაზე უარი უთხრა და ქრისტეს უთხრათ კი. კი, შენთან ყოფნა მინდა. კი, შენთან ყოფნა მინდა. რაც მითხრა ერთი მთავარი მეც ანუ უთხარ და მითხრა არაო მაგ დროს არისო ცოდვები გახსენდება ადამიანს რაღაცა ბოროტი ცდილობსო გაგახსენსა. მე ვთქვა და თია ქრისტეს არ გაუშვებ ხელსაო. ანუ რაცა ვარ ხო ვარო საოცარი რამ მოხდა. მე გეუბნებით ეს ადამიანი ღმერთთან არის აუცილებლად. ხელსო ქრისტეს მოკიდებ და არ გაუშვებო. მე რა როდ რამები მეშლებოდა. შეიძლება ვერ მახსენდებაო რაღაცა ცოდვები. ახსარებას თქვა ეს, მაგრამ ქრისტეს არ გაუშვებ ხელსაო რა. და მე დარწმუნებული ვარ თუ მან ქრისტეს ხელი ჩაყიდა ამ ლოცვით, ის აუცილებლად მოკლედ ქრისტესთან ერთადაც გააგრძელებდა მოკლედ ამ ხელს არც ქრისტე გაუშვებდა მას. აი ეს არის ჩვენი ცხოვრებაც ხალხო. ჩვენც უნდა ჩავჭიდოთ ქრისტეს ხელი და არ უნდა გაუშვათ და ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით გამოხატული. ღვთისმცნებების აღსრულებით და ღვთისცნებების აღსრულებით ჩვენ შევიძენ თვისებებს, რასაც ქვია თავმდაბლობა, სიყვარული, სიმდაბლე, გულმოწყალება და ესაა ქრისტიანობა და ეს მერე მოგანიჭებს სიხარულს. კი აღარ დაგტანჯავს, მოგანიჭებს სიხარულს. ქმარმა რო რაღაცა გითხრა, ან შენ ცოლმა რო ქმარს არა, მე გითხრა და გაწყენინა, ხო? არა უშავს. გაატარებ. всё დამთავრდება. აი ესაა ქრისტიანობა. ის ამტანობას კი არ ვიძახი ვიღაცამ თავზე დაგამხოსაღა, ამას არ გულისხმობ ვიღაცამ არიფიქოს, ეხა იმისკენ მოუწოდებს, არა. მაგრამ გაგება იცი ადამიანის მდგომარეობაში შედიხარ. შეგეძლება რომ შეხვიდე, რატო აკეთებს ადამიანი ამას? სვავ კითხვას რატო? იქნებ ჩემზე მეტად უჭირს, იქნებ გაღიზიანებული, იქნებ რა ხდება მის გულში. აი ესეთი ხდები ქრისტიანი, ანუ ადამიანი შეგიძლია ადამიანს თავისთავად გაუგო. გუშინ სოციალურ ქსელში დავწერე, მაგრამ ახლაც ვიტყვი და ამით დავასრულოთ. მოერიდეთ ძალიან გთხოვთ ისეთ ადამიანებს, ვინც გელაპარაკებათ სხვა ადამიანს, რაც არ უნდა კარგს გელაპარაკებოდეს. იმეგობრეთ და იურთიერთობეთ ჭარბად იმ ადამიანებთან, ვინც გელაპარაკებათ ღმერთზე, ვინც გელაპარაკებათ ზოგადად სამყაროზე რაღაცა, ვინც გელაპარაკებათ ადამიანზე და ანუ ზოგადად ღირებულებებზე და ფასეულობებზე. რა წამს ვინმე დაგიწყებთ, ანუ როდ გეხარ და ვინმე დაგიწყებთ ლაპარაკს მესამე ადამიანზე, გახსოვდეთ რომ გაეცალეთ თავიდან ბოლომდე იქით. გინდა სამღვდელო იყოს, გინდა საერო იყოს და რაჩინისა და მენდლებისაც არ გინდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივად განკითხვისა, მე არ გულისხმობ ახსარებას. ახსარებაზე რომ მოდიხარ და რაღა ეს ახსარება სხვა არის. მე გეუბნებით, როცა ერში დგეხართ და იქ რაღაცა მოკლედ
მამაკაცების სუფრაზე იკრიბებით, მოკლედ ქალბატონები რაღაცა ოჯახებში სასაუბროთ, მეგობრობთ ის, ანუ გახსოვდეთ ერთი რამე, ყველაზე საშინელი სიბოროტის, ყველაზე საშინელი სულიერი სცენის გამავრცელებლები ხარ და ყველაზე ტოქსიკური ადამიანი ესეთი, ვინც არის ის სხვარაზე ილაპარაკოს თუ არა მესამე ადამიანზე. ასეთ ადამიანს კი არ გეუბნებით შეურაცხყოფა მიაყენეთ, მაგრამ შორს დაიჭირეთ თავ. ცოდვილთან არა. ცოდვილთან პირიქით მიდით თუ შეგიძლია და ანუგეშეთ და პირიქით შეეცადეთ დაანახოთ მას რაღაცა რა არის ქრისტიანობა, მაგრამ ვითომ უცოდველები რო არიან და ვითომ კარგი ადამიანები რო არიან და უბრალოდ იმით ამტკიცებენ კარგ ადამიანობას, რომ მესამეზე ლაპარაკობენ, ან მეოთხეზე და მეხუთეზე, თავის თავზე და იმაზე არ საუბრობენ. აი ესეთი ადამიანები არიან საზოგადოებაში, იცოდეთ, ყველაზე როგორც მავნე სულისკვეთების გამავრცელებლები. და მე იმაც ვიღაცაზე არ გეუბნებით, თქვენ არ იყოთ ესეთები. სხვას კი ნუ უყურებთ, თქვენ არ იყოთ ესეთები. და გაიხსენეთ, როცა მესამეზე ლაპარაკს იწყებთ, იცოდეთ, რომ მან და კარგს არაფერს არ აკეთებთ. კარგს არაფერს არ, სურო კარგს არაფერს არ აკეთებთ. თუ რამის თქმა გინდა, მიდი და ადამიანს უთხარი პირადად. და თუ ამის შნო არ გაქვს, მაშინ ბოდიში თან გამოთქმაზე ენას კბილი დააჭირე და მოკლედ მიხედე შენ სულს და შენ ცხოვრებას. თუ გინდა რომ სასუფეველის მოქალაქე იყო. და ხა თუ ამ წუთის სოფელში გინდა რომ ბოდიშთან გამოთქვაზე კაი ტიპი იყო, მაშინ მიხედე კი ბატონო, მაშინ ზუსტად იქ მოხვდი, სადაც უნდა მოხვდე, თან ეკლესიაში ხო ამაზე მეტი სალაპარაკო რა არის. აქო ცოდვებს ვიძახით ადამიანები და აქა ჩანს ცოდვები და გარეთა მალავენ ცოდვებსა. ჩვენა გამოდივარ და ვცოდავთ ახლა რა, ცოდეთ და რა. რა ვქონათ, ლაპარაკობ ჩვენ ცოდვებზე, გვეშლება და სალაპარაკოც ბევრი გვაქვს მე ერთმანეთზე. იმანა იცი რა გააკეთა, ამანა იცი რა გააკეთა და დავანებოთ ამას თავ. მესამე ადამიანზე მოკლედ საუბარს. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა.